არიან ადამიანების კატეგორია, რომელსაც არაფერი არ დაუკარგავთ. მე მაგალითად ვერაფერი ვერ შემცლიდა. რა ხელისუფლებაშიც მოქცეულ ვიყავი, რა ფუფუნებაშიც მე ვერ გამოვიცლებოდი, ვიქნებოდი ისეთი ზოგიერთი ადამიანი დარჩა ისეთი, როგორიც იყო. იცნობთ თქვენ ასეთ ადამიანებს? რამდენიც გენებოთ. ადამიანი რომ იბადება, ალბათ ყველას წერს თავის ბიოგრაფიას, ხო? ალბათ. ყველა ადამიანს მისი ბიოგრაფია აქვს, ჩვენი მეზობელი რომა გონი, იმასაც მისი ბიოგრაფია. და მაგალითად, ზოგიერთის ბიოგრაფია კარგი წასაკითხავია, ახლაც რომ წაიგეთხო. კი. მე ვფიქრობ, რომ დიდი არაფერი გამიკეთებია ისტორიული. მაგრამ მაქვს ჩემი ბიოგრაფია. იმდენად დადებითი რომ მე არ მცხენია ჩემი ბიოგრაფია. მე არა ღერთა დაგიფაროთ. თქვენი აკერა თქვენ ამაყი უნდა იყოს. თქვენი ტყვით მოვხუცდი და აღარ შემიძლია. ეს იცი რა ზურიკო ხუცებულობაში უძილობა დამჩემდა. ყველაფერზე ფიქრობ. არ ვიცი. რაზე გეფიქრებათ? რაზე გწყდებათ გული? რაზე მეფიქრება და ყველაფერზე ერთად. არ მინდა ისეთ სტოებს ჩემ საქართველოს რომ არ ვისურვებდი. მე მინდოდა უფრო კარგი, უფრო ლაღი, უფრო ბედნიერი, უფრო თავისუფალი დამეტოვებინა და იქ მშვიდად წავიდოდი იმ ქვეყანას და მოუყვებოდი კარგ ხალხს, რომ კარგად დავტოვებდა. ეხლა გაორებული ვარ. ყველაზე მთავარი რა დაიკარგა? სითბო. რა დაიკარგა? ურთიერთობა, გაგება, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა. რატომ მოხდა ეს? თქვენ გამოთვლილი ადამიანები. რომ მოიტანა ეს ყველაფერი. დრო ხო ჩვენ ვართ, ჩვენ არ ვართ დრო. ისე გაგრილებულია ურთიერთობები. ახლა რომ შეხტები ადამიანს და შენ დაინახავ და გაგიხარდება რაღაცა, მაგრამ შენ ატყობ მე თვითონ ეხლა რომ ადამიანებს ერთმანეთი გააუფასურენ თვითონ. შენ არ ახარ მისთვის ღირებული ადამიანი. თუ რაღაცას არ წარმოადგენ, თუ თანამდებობა არ აგავ, თუ არ გიჭირავს სადავეები ხელში, თვითონ ადამიანმა დაკარგა ფასი. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ შემიყვარდა იმ სიყვარულით, რომელიც 17 წელიწადი ვინახავდი მე იმ სიყვარულს და 17 წლის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს და ერთმანეთს ბედი დაუკავშირეთ. 33 წელიწადი ვიცხოვრეთ ერთად. 33 წლის განმავლობაში ერთის ჩვენ შორის გაუგებრობა და საწყენის სიტყვა არასოდეს არ ყოფილა. 17 წელი რატომ არ იყავით? 17 წელიწად წავიდა ჩემგან ეს კაცი თბილისში კონკავშირული საგზურს ეძახოდნენ. ივერიის მშენებლობაზე იყო იქანე სვანეთიდან, სვანი იყო ჩემი მეუღლე და ფრიდონი. ხო და ჩემ გვერდით ცხოვრობდა, ჩემ მეზობლა და შეგვიყვარდა ერთმანეთი. კარგი იყო ფიზიკურად და თვისებებითაც და ხომ ერთ წართმე მაგას ადამიანი. წავიდა მე ჩემგან და მოეწყო ისე მისი საქმე რომ მომწერა წერილი რომ მე შენ მსგავსი ადამიანია მიზარება თავზე ლაპარაკი სანეჩო ლამაისა რა ქვია თაში რომ წახვალ პირდაუდებელი წყაროები შეხთებაო რომელსაც ადამიანის არ შეხებია სუნთქვაო და იმ ადამიანს მაგონებთ მაგრამ ჩემი საქმე ისე აიყო აეწყო რომ ჩემმა ცხოვრებამ სულში ჩამაფურთხა. არ ვიცი რა დაემართა, არც გამომიძიებია. თამოყარება იმდენი მქონდა რომ არ დამიწყია მისი ძიება, არც გასამართლება, არც არაფერი, ალბათ ასე იყო. ბედი არ იყო ჩემი და წავიდა. მაგრამ ხომ ქალი რაც არ უნდა იყოს, ქალი მაინც ფიქრობს მომავალზე, ბედზე და მე მეშინოდა მოხუცებულობის ამ დღის ყოველთვის. და ვფიქრობდი რომ მე მოხუცებულობა მექნებოდა ისეთი რომელიც ჩემთვის სასურველი არ იყო და ამას კი ვნანობდი მაგრამ ამ კაცის გამოჩენას ცხოვრებაში ნამდვილად არ ვფიქრობდი. ოზურგეთში ვარ ბავშვები მყავს 1 მაისის დღესასწაულზე წაყვანილი და მანქანაში მიმყავს და ვიღაცა ხელი ჩემ სუმკაში უკანიდან ჩავლო ხელი. მოვბრუნდი და ხელში შემხთა ეს კაცი სრულიად სხვა ადამიანი. მისი კარგი გარეგნობიდან ბევრი არაფერი არ იყო დარჩენილი. ცუდი ცხოვრებით იცხოვრა. ბრძოლაში გაატარა რამდენიმე წელი. ხო და ეს იმის მაგრამ მაინც გაყევით. ხო და თხოვა ხელი. ახლა რა ვქნა? დარეჯან შევერტნაძე ის ადამიანი არაა რომ დავიწყდეს რაღაცა. არაფერი არ დამვიწყია. შენ წარმოიდგინე ალბათ
ჩემი ასაკი იყო კრიტიკული. კრიტიკული იმას იქით ზღვარია, რომ 40 წლის შემდეგ ქალი არ უნდა გათხოვდეს, რა ვინც არ ელოდება, რომ შთამომავლობა გაუშვება. ეს კრიტიკული მომენტი იყო და მარტოობის შიში იყო ალბათ. და სიყვარულის რაღაც დიდი ნაწილი დარჩენილი, რომ მე მიყვარდა ეს ადამიანი და ვერ გადავიყვარე. დამიჯერებ? ჯერა. ვერ გადავიყვარე, ნამდვილი სიყვარულით მიყვარდა და ვერ წარმოვიდგინე თუ შეიძლება და გადაყარება. ყველას მას ვადარებდი, ვინც დამელაპარაკებოდა, ვინც რამეს მეტყოდა და ალბათ ვერ აღმოვაჩინე რაღაც ეს ჩემი სისუსტეც იყო იქნება, თორე არ ვიყავი მებრძოლი. ახლა რომ გოგოები ტელეფონით იცნობენ, ადამიანები და ქორწინდებიან, ზოგს უმართლებს, ზოგს არა. და მე ის კაციც არ მიძებნავს, ვინც თავდაწყებამდე მიყვარდა, არ მომიძებნია. თვითონ მოვიდა ჩემთან და პატიება მთხოვა და მე ვაპატიე მას. გითხარით ის ლექსი? გითხარი ის ლექსი რომ გაქვთ თქვენ, ძვირფასი ლექსი. ვით სიკვდილ მისჯილს, სიცოცხლე. მომინდა შენი ალერსი. ეს ნატრა ძილში ამიხთა მინდოდა სულში ჩამისვი. ისევ ისეთი იყავით თბილი და გრძნობი დამთვრალი. ან სულ არ დამძინებოდა, ან ყოფილიყო მართალი. ლამაზი იყო ზმანება იმ წუთებს დღესაც ვაღმერთემ. მერთმა ბედმა შორის შორს გაგვრიყა, განგება ძილში გვაერთებს. ნეტავი მალე დაღამდეს, ისე მოვიდეს სიზმარი, მიყვარხარ ჩემო სულის დმაყურში, ჩურჩულით მითხარ.